მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემი მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა, რა ხდება ეხლა შენს თავს. ანუ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს და სხვანაირი არხით, ვით შემეცნების არხი გვაქვს, როცა ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა გავიგოთ ჩვენს თავს, რა ხდება ჩვენს თავზე, ხო? და უკვე დამეთანხმეთ, უკვე ვიცი, რომ პირველ რიგში მე თუ ვიცი, მე რა მჭის, მე როგორ ვარ, მე რა ენერგიებში ვარ, მე რა მინდა. ესა ის როგორც ვამბობ, ხო, ჯანმრთელი ეგოიზმი, რომელიც არის აუცილებელი, იმიტომ რომ შენ თუ არ იქნები კარგად, არაფერი არ იქნება კარგად ნამდვილად შენს გარშემო. ყველაფერი გაგაღიზიანებს, ყველაფერი გაგაბრაზებს, ყველაფერი იქნება, სხვანაირად, მოდით ასე ვთქვათ, ამიტომ ჩვენ ახლა აქ ამ არხზე ტაროს საშუალები და თქვენ იცით, ტარო რა არის ჩემთვის, ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ფსიქოლოგიის წიგნი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ეგრევე ყველაფერი აბსოლუტურად ამოვიცნოთ, რა გჭირს, რა უნდა გავაკეთოთ და არის ჩვენი ძალიან მაგარი დამხმარე ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, ვინც უკვე დიდი ხანია მიცნობს, თქვენ იცით, რომ ბედის მატრიცა კიდე არის უნიკალური ინსტრუმენტი, მაგაზე ვლაპარაკობ და კიდევაც ვიტყვი, რომ წლები ვმუშაობ, წლები ვარჩევ ადამიანების სულის გზას, უამრავ ადამიანს უკვე დავეხმარე, აი ძალიან ბევრ ადამიანს და ამიტომ ვიცი, რომ ეს არის უნიკალური საშუალება, რომ გაიგო საერთოდ აი სინამდვილეში რა გჭირს, რატომ ხდება ის, რაც ხდება და რატომ არ ხდება ის, რაც შენ გინდა გულით და სულით. ამიტომ ჩემთან კალთა კლუბში, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, მე უკვე კვირაში უკვე ორჯერ ვაკეთებ უფასო მიმოხილვას მატრიცის, ამიტომ ვისაც გინდათ მობრძანდეთ, გოგოებო, თქვენთვის არის ეს. მობრძანდეთ, ჩემთან ბიჭები კი არიან მხოლოდ ჩემი მოსწავლეები, ვინც ტაროს სწავლობს ჩემს აკადემიაში, იმად აქვთ ცდომა ჩვენს კლუბში და აუცილებლად იქ იქნება მიმოხილვა თქვენი მოხდებით ალბათ თუ გინდათ გულით სულით უფასოდ მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ რა. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა თავის თავზე ყველაფერი იცოდეს ერთად, ეს უკვე ფასიანი კონსულტაცია, სადაც უკვე ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ, პლუს კიდე გამოგიგზავნით მთელი ინფორმაციას თქვენთან მაილზე. ეხლა დავიწყოთ ისევ დღეს ავირჩი ეს, მე კი არ ავირჩია, რომ იცოდეთ როგორ ვარჩევ, აი ესე დავდევარ და მიგითხები მაღალი ძალებს თემა მითხარით, რა გავაკეთო დღეს, რა გავურჩიო დღეს, რაზე ვისაუბრო დღეს და რა თქმა უნდა, მოდის მე ინფორმაცია და ამიტომ დღეს ჩვენ გავარჩიოთ ესეთი სიტუაცია, ეხლა რა ხდება, რა შენთან, რა გახარებს, რა გაწუხებს, ვინ ან რა დაგეხმარება, ხო, ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცა გვაწუხებს, ჩვენ გვჭირდება ვინმე ან რამე სიტუაცია რომ დაგვეხმაროს, ხო? და კიდევ შეგახსენებთ, დაიდება ალბათ დღეს გამოკითხვა, რა თემაზე გინდათ თქვენ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერი ჩავატაროთ და ვისაუბროთ იქაც. всё, დავიწყოთ ეხლა ჩვენ. ანუ ეხლანდელი თქვენი მდგომარეობა. ორი წამოვიდა, მე ახლა დავდებ არკანებს და მე უკვე აქ იქნება სიგნიფიკაციას და მიხვდებით, რომ თქვენი რა გიხარიათ ეხლა თქვენ ძალიან, რა გაწუხებთ. შემდეგ რა ან ვინ დაგეხმარება თქვენ, აი რომ თქვენ აი აქ გაარკვიოთ რა ეგ სიტუაცია, ანუ ეს ჩემი ღილები აკაკუნებენ, ამიტომ ვაპატიეთ თუ შეგაწუხებთ მოსმენის დროს. შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ როგორ უნდა იმოქმედოთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ კი შეიძლება ეხლა ადამიანი რომ მოდის კონსულტაციაზე სიტყვაზე, ხო? ეუბნები ბევრ რაღაცას, აი ასე გააკეთე, ხო, თქვა, ეხლა რაც საჭიროა და ზოგი არ აკეთებს და მე ეძახეს ვინმე არაფერი არ ხდება.
ნუ ჩემთან ეგეთი რაღაც არ ხდება, მაგრამ ნუ მაინც არის ზოგჯერ ეგეთი რამე. ანუ ნახოთ, თქვენს აუცილებლად უნდა გააკეთოთ რა, თქვენ თვითონ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია ყველანაირად რა, ნუ საუკეთესოდ იყოს თქვენთვის რა. და ვნახოთ ახლა რა ეს თქვენი ქმედება სად მიგიყვანთ. ნუ ცოტა შეიძლება კითხვები ისე აბსტრაქტული არ აქვს მნიშვნელობა, ახლა თანდათან მე აგიხსნით კი. აი უკვე ნახეთ თქვენ რაღაც დგახართ, ნახეთ რაღაც არჩევანის წინ და საკმაოდ ახალი არჩევანი უნდა გააკეთოთ რაღაც. გაიგეთ, ანუ უკვე აქაც მეუბნებიან. კი, მაგრამ ძალიან კარგი პროგნოზი არის აქეთ ბოლოში. ნახოთ. აბა, ეხლანდელი თქვენი მდგომარეობა. ვაუ. გავგიჟდი. განახეთ თუ დაინახავთ, ძალიან ულამაზესი დასტა არის, ისე მომწონს, რომ აი ვგიჟდებით. მე არ მიყვარს მუქი დასტები, მაგრამ ეს ძალიან რაღაც სასწაული არის რა. თქვენ ახლა როგორი მდგომარეობაში ხართ? სხვათა შორის, ვინც ახლა ჩემთან არის სულ ყოველ დღე თუნდაც რო უყურებთ, თქვენ ეთყობა ეს რომ ეს ერთი და იგივე არკანები, აი დაინახავთ თქვენ თვალწინ, ჩეხავდი და მაგრამ ერთი და იგივე არკანები გამოდის, მე მგონი გუშინაც იყო ეს თუ დღეს დაიდება. სხვათა შორის, იცოდეთ რომ ყოველ დღე წერ ვიდეოს, მაგრამ ნუ ინტერნეტი არის ინტერნეტი. ზოგჯერ ახლა მგონია რომ აით ერთა ვიდეო, მაგრამ არ არის, რომ არ ენერგიულად, რომ მე პირად შემწერს, ხო კარგად ხართ, კარგად ვარ, ინტერნეტი ცოტა მღალატებს. იგივე არკანები გამოდის, ანუ იგივე ადამიანებისთვის არის ინფორმაცია, იმიტომ რომ აქ არის ახლა მე-20 არკანი და იმპერატრიცა, ანუ თქვენი მდგომარეობა, ახლა რა არის, იცით, მე ახლა ვიდეოს სხვათა შორის ჩავწერ, ანუ ეს მოსწავლეებისთვის არის ეს ვიდეო, ნუ ან ვისაც ტარო აინტერესებს, არა მხოლოდ ასე რომ მომისმინოს და თვითონაც აინტერესებს არკანების მნიშვნელობა, იქ იყო დადებული ვიდეო იმენა ტრანსფორმაციებზე, ანუ სხვადასხვა არკანები რას ნიშნავს, ნუ ტრანსფორმაცია, აქაც ახლა თქვა მე-16, მე-13, მე-20 ახლა ყველგან ტრანსფორმაცია და რა არის ეგა, ხო? აი თუ გაინტერესებთ ვიდეო ნახეთ. ეს არის როგორი ტრანსფორმაცია, მე-20 არკანი, როცა შენში რაღაცა იღვიძებს. ანუ რა არის, იცით, ახლა იმპერატრიცა საერთოდ იდეალში რა, ეს არის ქალი, რომელიც აი უბრალოდ რო ვთქვათ, ვინ არის იმპერატრიცა, უბრალოდ რო ვთქვათ, ხო? უბრალოდ თქვენ იცით რომ მე არ მეყვარს ეს უბრალოდ, მაგრამ აგიხსნით უბრალოდ. ეს არის ძალიან მაგარი დიასახლისი, კარგი დედა, ქალი, რომელსაც აქვს, ვთქვათ, ან თავისი ბიზნესი, ან თავისი, ვთქვათ, ან გრძნობს თავს კარგად იმ სივრცეში, შეიძლება უბრალოდ დიასახლისიც იყოს. უყვარს ბუნება, უყვარს ცხოველები, უყვარს ყველაფერი სიცოცხლე რა, აი უმაღლესი დონის დედა, რომელიც აი თქვა ახლა თუ რამე წრე არის, იქ მიყავს, ყველგან განვითარება უნდა შვილი, აი ეგეთი რაღაც ფუსფუსა, რომელიც ყველაფერს აკეთებს სახლის, კარგად. საჭმელი სასმელი, ყველა არაფერი ამაგას არ მოაქვს, იმიტომ რომ აი ეგეთი ტიპაჟი არის, მაგრამ ეს ერთი ვარიანტი დედო იმპერატრიცას, მაგრამ არის კიდე იმპერატრიცას მნიშვნელობა როგორ არის, იცით, როცა ქალი ის ამ ცხოვრების გზაზე კი ამ ყველაფერსაც აკეთებს, მაგრამ აქ არის კიდე მეორე მხარე, რომ თქვათ, მე ხო მინდა როგორც ქალი, ეხლა კი შენ შეიძლება როგორც დედა იყო ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მაგარი შვილები გაზარდეს, უშვილებს მიუძღვენი შენი ცხოვრება და არიან ძალიან მაგარი ამაყობ მაგით, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ შენ ასე თქვათ, კმაყოფილი ხარ, კი არის კატეგორია, რომელსაც მეტი არაფერი არ უნდა. რომ აი მაგარი დედა ვარ და მორჩა ის ჩემი ქმარი სვამს, გულაობს, მღალატებში არ მაინტერესებს, მე როგორც დედა მაგარი ვარ. ეს სხვა კატეგორია, ჩვენ ახლა კი ამათაც აქ ადგილი, რას ქვია. მაგრამ საერთოდ აი რო თქვათ და ღრმად რო ჩავიხედოთ, იმპერატრიცა არის ქალი, რომელიც თავის თავს ქმნის, იმიტომ რომ მაგას, ანუ მე მინდა ბედნიერი ვიყო, ანუ როგორც არა მხოლოდ თქვა დედა, როგორც ქალი, თანახლა ყველა დედა არ ხდება და ესაც არ არის არაფერი პრობლემა, იმიტომ რომ ყველა სული აქ არ მოდის იმისთვის, რომ გააგრძელოს, თქვა, საგვარეულო, ზოგს სხვა აქ ამოცანები.
ეს იმათთვის, ვინც თქვათ ნერვიულობს, რომ თქვათ შვილი არ ამყავს. ნუ ეს სხვათა შორის მატრიცაში ძალიან ეგრევე ჩანს, რომ რატომ თქვათ, აი გაქვს ეს მომენტი რა, რომ შვილები არ აყავს. ესეც აი ძალიან ბევრისთვის ამიხსნია კონსულტაციაზე, რატომ არა. მაგრამ იმპერატრიცა ნახე, ანუ მე მივდევა, მე როგორც ქალი ვითარდები, კი შეიძლება ჯერ ოჯახს მიუძღვენი, შვილებს მიუძღვენი. ჩემი დრო ზოგს თქვათ ახლა სიტყვაზე მე მივხვდა, რომ აი იმ ჩემ ქმართან მქონდა მარტო ის გზა, რომ თქვათ მე შვილები უნდა გამეზარდა, გაიზარდნენ. ეს შვილები ჩვენ საერთო მიზანი აღარა გვაქვს და უკვე იწყება რა, რომ არ გვაინტერესებს ერთად ყოფნა, შეიძლება ის ქმარი თქვათ ალთას არის ეს ცოლი სახში ხო და ანუ მიდის რაღაცა მომენტები და მე უკვე ხარი ფიქრობს რომ აქაც აქ სიტუაცია სხვათა შორის თქვენს შეიძლება მაგ სიტუაციაში ახლა იყოთ როცა შენში იღვიძებს სურვილი რომ მე მინდა კიდევაც მეორე ჩემი პირადი დანიშნულება არა მხოლოდ დედა რომ ვიყო მე მინდა კიდევაც ვიყო ქალი რომელსაც პატივს სცემენ რომელსაც ახლა ზრუნავენ რომელსაც ახლა ანუ პატივს სცემენ და ასე შემდეგ, ხო? და ამიტომ აი აქ თითქოს როგორი მომენტი, მე იცვლება რაღაცა შენში, ხო? მე კი ვარ კარგი ხალე, მე კი ვარ ლამაზი ხალე, მე კი ვარ თქვათ, მაგრამ უფრო კარგი მინდა იყოს. აი აქ ხდება თქვენი ეს ტრანსფორმაცია მეოცე არკანი ზუსტად აი ეს მომენტი რომ კიდე მინდა გავაუმჯობესო, ჩემი თქვა, ზოგი შეიძლება თქვათ მიდის და ცulis თქვათ თმის ფერს სიტყვაზე, ხო? თქვათ ახლა არასოდეს არ გაუკეთებია წამწამები გაიკეთა. არასოდეს არ გაუკეთებია თქვათ ახლა მაკიაჟი გაიკეთა. არასულ ეცვა რაღაცა სპორტულებში დადიოდა ან პიჟამოებში წავიდა კაბა იყიდა ან სახშიც ლამაზად გამოიყურება. ანუ რაღაცა მიდის ცვლილება. ანუ არასოდეს თქვა შეიძლება დეთრეული არ უყიდე ისეთი ძვირფასი ახლა მოუნდა რომ იყიდოს რა. ანუ ჩხილები არ გაუკეთებია, უნდა გავიკეთო რა. ანუ აქ არის თითქოს თქვენი გამოღვიძება ეხლა. ვინც უკვე ეს ყველაფერი გაკეთებული აქვს და მოვლილია და ბიზნესიც აქვს და ყველაფერი სხვა ენერგიები იღვიძებს თქვენში. სხვა პატივისცემა და სხვათა შორის არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. არა აქვს მნიშვნელობა. 70-ის ხარ, 60-ის ხარ, 50-ის ხარ თუ არ 90-ის არა აქვს მნიშვნელობა. ეს არის ის მომენტი, როცა ყველას თავისი დრო აქვს, სულს თავისი გზა აქვს. ესე იგი, შენ თუ ეხლა გაგიღვიძე ეს შენში, ესე იგი, შენ შემთხვევაში ეხლა უნდა მომხდარიყო ეგ. ამიტომ არ ენერვიულობ, რომ უკვე დავბერდე ის რაში ვჭირდება. მე გამიგიეს ზოგი 80 წლის ასაკშიც კი და 60 წლის ასაკშიც თავისი სიყვარულიც უპოვია და ძალიან ბედნიერადაც გაუტარებია დარჩენილი წლები. ეს არის სხვა თემა. ეხლა რატომ ამანდენი მოვაყოლე, რომ ნუ ძალიან ძლიერი არკანებში. ძლიერ არკანებში ხარ თქვენ, ნახეთ როგორი ულამაზესი დედო იმპერატრიცა, ულამაზესი. სექსუალური. კიდე არ მე მგონი ვთქვი ამის წინათაც, ხო ვთქვი. რო პატარა ბავშვმა რო 15 წლის ბავშვმა რო უყურა ხო და ვაიმე სულ 200 როგორ ვიქნები 200 15 წლის მე მყავს მეგობარი ზუსტად 16 წლის ასაკში გააჩინა ბავშვი დღეს ბებია. ამიტომ ხა რა იცი რა ხდება ხო უბრალოდ გაფრთხილდი შეიძლება თუ რადგან შენ ახლა მოусმინე და არის აქ სხვათა შორის ვიღაცა კიდე არის როგორ საჯარო გაშლა ამიტომ ბევრ რაღაცებს ვამბობ. შეიძლება თქვენში ეხლა გაიღვიძა ეს დედობრივი სურვილი, იმიტომ რომ არიან ძალიან ბევრი გოგოები ჩემთან მოდიან და ანუ ესე იგი სოციუმს რა თუ გათხოვდი შვილი რატო არ ყავს ეგრევე ხო მეორე პირველი ღამის მერევე რა ეგრევე შვილი ნუ არ არის შეიძლება ადამიანი თქვა ან მზად ან სხვა გეგმები აქვს ან შეიძლება გოგო არ თხოვდება თქვა არ უნდა არ არის მზად იმისთვის რომ თქვა იყოს თქვა დედა ხო მაგრამ აი აქ თითქოს ესეც აი იმ კატეგორიაში ვისაც უნდა თქვა დედობა ან ვისაც უნდა თქვა გათხოვება აი ესეც არის ხო თქვა
კიდე აქ ვინც ელოდებოდა დიდხანს, ხო? თქვათ ორსულობას შეიძლება ესეც იყოს. ნუ რა თქმა უნდა კიდევაც ის აქ შემიძლია თქვა რომ თუ დაუშვათ თქვენ რამე პროექტებზე ფიქრობდით, ხო, ფინანსებზე, იმიტომ რომ იმპერატრიცა ეს არის ფინანსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვენერა მპარველობს და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ისეთი ენერგია, რომ ესეც აქ, ანუ ბევრი გოგოები ხარ და ბიჭებიც, მადლობა და ამიტომ ამდენი მოვაყოლე, იმიტომ რომ მართლა სერიოზული დიდი არქანები არის და აქ ახლა არ შემიძლია რომ მე ახლა ორი სიტყვით მეთქვა რა, იმიტომ რომ მინდა რომ თქვენ ეს, იმიტომ რომ ზოგჯერ როგორ არის, იცით, მე ვერ ხვდები რაღაცა მჭირს, ან დაუშვათ, მე რატომღაც დამაინტერესა, მე რატომღაც მომინდა თქვა, აი სახეზე რაღაცა გავიკეთო, მე რაღაცა ადრე ვიცმევდი თქვა ერთ ფერში, ეხლა სხვა ფერები მინდა, ანუ ვერ ხვდები რა მჭირს, აი ეს ხდება რაღაცა ახალი ენერგიები, შენი ქალური ენერგიები იღვიძებს და შენს შინაგან იცვლები. აი ეხლა მივხვდით ხო მე მგონი, რასაც გულისხმობდი. ნუ ნახოთ, რა გიხარია, ხო? რა გახარებს? აი ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა უნდა გახარებდეთ თქვენ. აი ეს სულ ყველაფერი, რაც ეხლა არის, ეს უნდა გახარებდეთ, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს პროცესი გახარებთ. ეს არის აქ თქვენ როგორ არის, იცით, ანუ ჩემი ემოციები, ჩემი შინაგანი მახარებს. აი ეს მართლა, იმიტომ რომ თითქოს ვიმკურნები, თითქოს რაღაცაად ახალი სიცოცხლე მოდის ჩემ, აი შემოდი, ანუ ძალიან ბევრი ნუ საერთოდ ეს მე-14 არკანი ეს არის ესეთი ენერგია, როცა მე ჩემში მიდის ესეთი პროცესები, რომ სულიერადაც ადამიანი ვითარდება, სხვანაირად უყურებს ბევრ რამეს, ბევრი რაღაცა უკვე ისწავლა, ბევრი რამე გამოიარა და აი ახლა მიხარია, რომ ჩემს თავთან პოვლობ მე ამ ჰარმონიას. მე მომწონს აი ჩემი შიგნიდან, რაც ეს შიგნით ვართ, ისე ვართ გარედან, მე რიცოდეთ რა, თუ თქვენ ვინმე გეუბნებათ, ვაიმე რაღაც ძალიან შეცვლილი ხარ, ვაიმე რაღაც გალამაზდე, ვაიმე რაღაც ძალიან ისე სხვანაირი ხარ, ხო? ვაიმე რამე წამალს ხო არ ღებულობ, რომ გაახალგაზრდა, აი ეს არის ეს ენერგია, მე შინაგანად რაღაცა დავალაგე, მე რაღაც კარგად უკვე ვგრძნობ თავს და ამიტომ ეს ენერგიები ზუსტად, ნახე, მესამე მაღალი არკანი. ნახოთ რა გაწუხებთ. რა გაწუხებთ? რა გაწუხებთ ფანტაზიები. იცით რა გაწუხებთ, იმიტომ რომ აქ ზოგჯერ, ნუ ესეთი საინტერესო. რა გაწუხებთ თქვენ? ზოგს შეიძლება მართლა აწუხებს სიყვარულის თემა. იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, ეს ჩვენ ახლა დავაზუსტებთ, მაგრამ აი რაც არკანი მეუბნება. აი ეს წინსვლა ხო გინდათ, მაგრამ თქვენ გაქვს შეიძლება ბევრი ფიქრები, აი რა შემიძლია გავაკეთო, თქვათ, აი ეს შეიძლება წავიდე სადმე, გავჩერდე, გავაკეთო რამე, ვიმოგზაურო, ვისწავლო, ანუ ესეც არის ბევრი რაღაცა, ანუ გაქვთ ეს როგორ არის, ეგაც ემოცია, იმიტომ რომ ეგაც თასები. ზოგი აქ შეიძლება სხვადასხვა ფიქრობს, თქვათ, აი მე ასეთი მშვენიერი და კარგი ვარ, თქვათ, ეხლა მახალ მამაკაცს არ არის გამორიცხული. ნუ ჩვენ ეხლა მოდით ვნახოთ მაინც ესე იგი მაინტერესებს, იმიტომ რომ ცოტა ისეთი არკანი არის, ისედაც ანუ რა განერვიულებს, რა გაწუხებს, ხო ეს სიტყვა როგორ სწორად თქვა. ხო. იცით როგორ არის? აქ დამთავრდა რაღაცა თქვენთან რთული პერიოდი, დამთავრდა ვიღაცამ, ეხლა ნახეთ. აი ეს მდგომარეობა ვიღაცას დაუმთავრდა რთული პერიოდი, კარმული. ანუ შეიძლება ვიღაცა გამოვიდა მართლა ძალიან რთული პერიოდიდან, თუნდაც ურთიერთობაში. ან ნახეთ, რაღაცა პერიოდი თქვენ ეს უნდა იგრძნოთ, ოღონდ რა, იგრძნოთ. აი როცა მე ვგრძნობ, აი კი даже შეიძლება არავინ არ უნდა მითხრეს, მე ისედაც ვგრძნობ, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი დასრულდა, მე გამოვიარე ეს პერიოდი. კი, რთულიც იყო, კი, მძიმეც იყო, ნუ ისე არ არსებობს, რომ ეხლა არავინ არ თქვას, რომ აი რა ვქნა, ნუ 10 წელიწადი ისე ვიცხოვრე, ან 9 წელიწადი, რომ აი ვაფშე არაფერი სირთულები არ მქონდა, აი ესეც
სისულელე არ დავიჯერებ. ეს პერიოდი შენ როცა მიდიოდი ხო რაღაცას იღებდი გამოცდილებას. ანუ იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი 10-იანი არის გვერდხები, საინტერესო ადამიანი მიდიოდა და ანუ ესე იგი თითქოს მიუახლოვდა, всё, აი დავასრული, უკვე მოვაგროვე ეს გამოცდილებები, მოვაგროვე. და ეხლა უკვე მორჩა, ანუ თითქოს ეს თვირთი გაუშვი. всё, აქ რაღაც ახალ პერიოდში შედიხართ. ეს არის უეჭველი და თქვენ ახლა ფიქრობთ, ეს იმიტომ გაღელვებთ, რომ ანუ ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მელოდება, ვიცი რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ არ ვიცი როგორ. და ამიტომ შეიძლება ზიხარ და ფანტაზირობთ, რომ აი შეიძლება ასე იყოს, აი შეიძლება ისე იყოს. ეს არ არის ცუდი სხვადასხვა. შეიძლება თქვენ ახლა დაუშვათ ახლა ზიხარ და რამე ტექნიკებს აკეთებ, თქვა წერთ, აი დაუშვათ აი ჩემი მომავალი, თქვა ან სურვილებს თქვა დაუშვათ რამეს წერთ, ხო, აი ასე მინდა, ისე მინდა. ну აი ეგეთ ენერგიაში ხართ, იმიტომ რომ თქვენ ამ დაასრულეთ რაღაცა პერიოდი და უკვე ხართ როგორ მზად ხართ ახალი გზისთვის. ახალი გზისთვის. კარგით. ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რა დაგეხმარებათ ან ვინ. ну აქ მართლა ახალი გზა არის, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ძალიან. პლუს კიდე აქ შეიძლება დაგეხმაროთ რა, აი ადამიანები, ვინც არიან თქვენთვის ნამდვილად აი თანამგზავრები, ვინც არიან თქვენი ერთგულები, ვინც არიან თქვენი, აი მართლა თქვენ რო იცით, რომ მართლა ძალიან მაგარი მეგობრები, ვისთანაც ერთად თქვენ გამოიარეთ ეს რთული გზა და ვისთანაც ერთად თქვენ უყურებთ ერთი მიმართულებით, იმიტომ რომ თქვენ უკვე როგორ ხართ იცით, აქ შიში აღარა გაქვთ, გაიგეთ, უკვე რისკიანი ხართ და უკვე იცით, რომ კი, მე ბევრი სირთულე გამოვიარა ცხოვრებაში, მე უკვე არაფრის არ მეშინია, მე მზად ვარ წავედი და ახალი გამოცდილება მივიღო. მე უკვე მზად ხარ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ თუნდაც იქნება აი ეს ნულის არკანი, ნახეთ აქაც როგორი ლამაზია. თუნდაც არის აი აქ მთა რაღაცა დაბრკოლებები, მაგრამ მე ვიცი, რომ იქ არის მზე და მე ვიცი, რომ ეს უკვე აქ რა იცით რა სხვა დონეთ უყურებს ადამიანი იმის მიუხედავად, რომ მე კი ვიცი, რომ სირთულეები შემხვდება, რატომაც არა, მაგრამ ეს ჩემი ზრდისთვის არის, მაგრამ მე მაგ გამოცდილება, ნახეთ აქ რუგზაკი აქვს, მაგრამ და მე მაგ ჩემი გამოცდილება და მე ვიცი, რომ ეს ჩემი გამოცდილება იმას მკარნახობს, რომ იმასაც გაუმკლავდები. ეგ უკვე არაფერი. აქ უკვე თქვენ როგორ ხართ, იცით? ანუ როცა თქვენ აღარ გეშინიათ ამ სირთულეების, შეიძლება სიტყვაზე ადრე დაუშვათ ეს აქ ცოტა იცით როგორი ნახეთ კი არიან ახალგაზრდა გოგოები, რომელიც აი მართლა დაიბადნენ უკვე ძალიან ისეთები, ანუ ბრძენი გოგოები რა არიან, მაგრამ უფრო ეს გამოცდილი ქალები, ვინც მართლა გამოიარეს საკმაოდ სერიოზული გზა. აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხელა გამოცდილება უფრო მსუბუქად უყურებთ თქვენ ყველაფერს, უფრო მსუბუქად, უკვე აღარ დაიძაბებით. უკვე მზად ხართ თქვენ, რომ ახალი გზა დაიწყოთ თქვენი ამ გამოცდილებით, რაც არ გჭირდება, თქვენ უკვე ეს დატოვეთ. მარტო რაც მნიშვნელოვანი იყო, ის წამოიღოთ და უკვე მიდიხართ ამ ახალ გზაზე. შედიხართ ოჩახ. შემდეგი რა უნდა გააკეთოთ, ხო? რა უნდა გააკეთოთ და მთვარე. მთვარეზე ჩავწერ ცალკე აუცილებლად ამ დღეებში მე ვიდეოს. ძალიან მიყვარს ეს არკანი, ვგიჟდები მაგაზე, ნუ შეიძლება ეზოტერიკოსი რო ვარ, მეც ბევრი უამრავი მე-18 ენერგია მაქვს. ანუ და ამიტომ კარგად ვგრძნობ ძალიან ამ ენერგიას. აქ არის რა, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, თქვენ აუცილებლად უნდა არ უნდა გქონდეთ არც შიში, არც უნდა უყუროთ იმას, ვინ რა სიტყვის. ანუ ეგ არის როგორი მომენტი, იცით? მე საერთოდ რას არ უყუროთ სოციუმს, რატო იცით?
ну პრინციპში თქვენ არც უნდა იყოთ აყოლილი უკვე არავის, იმიტომ რომ აი ეს მომენტი, ნახეთ, მე მინდა, აი სიტყვაზე ხართ ახლა 50 წლის და გინდათ რომ იცეკვო, თქვა, აი ცეკვა გინდათ. მაგრამ რატო უნდა ვიფიქრო სიტყვაზე, რომ რა სიტყვენ ჩემი შვილები, რა სიტყვენ ჩემი და ქალები, რა სიტყვენ ჩემი მეზობლები, რა სიტყვენ ჩემი ვიღაცა გამლელი, ვიღაცა ბებო, რომელიც იყურება ფანჯრიდან და მხედავს, რომ მე მივდივარ თქვათ ყოველ დღე ერთი და იგივე გზით და მე სად დადეს, ხო? რა შეუნდა, რატო უნდა მაწუხებდეს? რა არის, იცით რატო ამას კიდევ ამახვილებ ყურადღებას, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი აი გუშინ იყო ეგეთი მომენტი, უცბად მოგიყვებით, ერთი მამაკაცმა მომწერა, რომ ну კონსულტაცია უნდოდა და ჩემი ფასები რო გაუგზავნე, მეუბნება რომ აი მე ისეთი ფასები გავთვალ, ამის მეც დავყავდი ამ საქმეთ. მე ვთქვა თუ გინდათ დაკავდით მეთქი, მობძანდეთ და გასწავლეთ მეთქი. არ არის პრობლემა და კი ბატონო მეთქი და მეუბნება, უიმე რას ლაპარაკობთო? მე რო ეხლა ამით დავყავდეო, მეო ჩემი ახლობლებიო ჯვარს მაცვენ თუ რაღაცა რო შეექსისულელე. მე ვთქვა, ახლა არ დაუწყო ამასთან ფილოსოფია, უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს ისე შეცოდება არ არის სწორი, მაგრამ აი თითქოს როგორი მომენტი იყო, ხო რომ მკითხა, ზოგი ადამიანი, აი ნახეთ, აქვს სურვილი, მაგრამ აი ვითომ იცინი, ასე ჰიჰი, არა, ნუ ეხა ის რა დასაბოთ, მე უბრალოდ თქვენთან მინდა გავიკო, მაგრამ მე არა, რატო? იმიტომ რომ შენ ხო მოდიხარ, შენ ხო გინდა, შენ ხო კი, არავინ არ გაიგებს მაგისიანი, რო თქვათ, მაგან მე მომართა რა, მაგრამ აი ეს არის ზუსტად გეშინია, რა ის გეშინია, ხო, შენი სურვილი, რა მნიშვნელობა? ხო არ მიდიხარ და ხო არ მეკითხები, კაცი რომ როგორ უნდა მოვკლა, ხო და მე ახლა არც გეტყვი რა არის მუშაობ ეგეთ რაღაცაზე, ხო? რა არის აქ ცუდი, რომ შენ გინდა რომ შენი თავი შეისწავლო, ხო? ნუ რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ აქ ახლა საქართველოში და უფრო უყურებენ რაღაცა აი ეს მიდგომა, რომ აი შავი მაგია და ეს ახლა რაღაცა უნდა რომ წერენ ხოლმე რომ როგორ უნდა მოვიზიდო და როგორ აი როგორ დამიბრუნო და როგორ უნდა მიმაჯაჭონ და როგორ უნდა აი რა ღმერთო ჩემო ზოგჯერ გავგიჟდები ხოლმე მეთქი რატო გოგოებო რატო ასე არ გიყვართ თქვენი თავი რა გინდა ის კაცი თუ არ უნდა ხარ რადგან მაგალითად მიჯაჭვება თუ რაღაცა თავი შეიყვარეთ აი ეს არის ზუსტად განაგეთ თქვენ გზაზე იარეთ ჩემო სიხარულებო და არ ნურაფის ნუ გეშინია და რა იქნება და აი ეს თქვენი ტკივილი წავა მიყვარს ძალიან ათიანების საერთოდ 10-იანი ხმალების წავა კი მტკივნეული კი ყველაფერი მაგრამ აი ეს ყველაფერი ცუდი რაც თქვენ გაწუხებდეთ რაც თქვენ გულს გტკენდათ რაც თქვენ კლავდათ ასე რომ ვთქვათ ყველაფერი წავა თქვენი ცხოვრებიდან ღმერთი თქვენსკენ არის იმიტომ რომ ეს არის უკვე აი როგორ გითხრათ იცით კიდეც გარისკე და ყველანაირად ღმერთი შენს გვერდით დადგება დაგეხმარება კი აუცილებლად იქნება ყველაფერი გადასარევად აუცილებლად კიდე 10-იანი თასები კი იმიტომ რომ უკვე როგორ არის იცით ეს უკვე ის მომენტი როცა შენ აი თითქოს დასრულდება შენი ყველანაირი აი ეს ნერვოზი ფსიქოზი და ყველაფერი და იქნები გახარებული იმით რომ შენ ეს შეძელი შენ გაუძელი შენ და ამიტომ აუცილებლად შენ დაგაჯილდოებს სამყარო დიდი ბედნიერებით ეს არის გზა ეს არის ნუ მნიშვნელოვანი გზა და რომელიც უნდა გამოიარო და აქაც კიდევაც გვაჩვენებენ შენ ამას უცბად ანუ თუ დააუშვოთ ადრე შენ წლები გჭირდებოდა იმისთვის რომ გაგევლო რაღაცა პროცესები აქ შენ უცბად გაივლი უცბად და უკვე უცბად მიხვალ კი უცბად მიხვალ შენს ბედნიერებას იმიტომ რომ უკვე იქნები აი მართლა ბევრი რაღაცა შეიცვლება შენ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება უკვე შეიცვლება კიდე კი გმაყოფი ანუ რა თქმა უნდა ბედნიერება სიუხვე აი ყველაფერი კარგ გმაყოფილი იქნები შენი ცხოვრებით აქ კი იმპერატორი ნუ დავისთავად ну აქ უკვე მაჩვენებენ კი აქ ადამიანმა აირჩია სწორი გზა წავიდა კი всё ну აღარ გავხსნით ჩვენ უკვე ამაზე ვილაპარაკეთ აი ასეთი ჩემო ლამაზებო თქვენი რა ხდება თქვენს თავს და რა ხდება და
ну მე ვეცადე მაქსიმალურად რომ ამეხსნა თქვენთვის, იმიტომ რომ აქ იცით როგორ არის, თითქოს აი შეიცვლება სიტუაცია, როგორ თუ იყავი შენ ну აქ გზა, ვინც ეს გზა მიხვდებით თქვენ ახლა ნამდვილად ახლა არ დავიწყებ ისივისი გამეორებას, მაგრამ იმდენი რამე გააკეთეთ თქვენ, ბევრი, მაგრამ აი ახლა გეძლებათ საშუალება, რომ ნამდვილად იყოთ ბედნიერი, მშვიდად იყოთ. აკეთოთ ის, რაც თქვენ გინდა. შეიძლება ზოგს არ მოეწონება, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ თქვენ ამას აღარ მიაქცევთ ყურადღებას. თქვენ უკვე ირჩევთ თქვენს თავს, მე მინდა მასე და მე მასე გავაკეთებ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი პოზიცია, როცა ადამიანი ასე ფიქრობს. დამიჯერეთ, მე ეხლა არ გეუბნები თქვენ მხოლოდ ის, რომ თქვა თავში რაღაცა მომივარ და მე ძალიან გურუებთან თვითონ გავდევარ და სწავლობ და ეს არის ჩემი მიდგომა და ისინი უბრალოდ კიდე მაგას მეხმარებიან იმაში, რომ მე მართლა ეს რაშიც მე დარწმუნებული ვარ, ისე თქვენს გაგიზიაროთ ეს, ხოლოდ მაქსიმალურად ვცდილობ სწორედ გაგიზიაროთ. თქვენთან ერთად სწავლობ ქართულს კიდე უფრო და უფრო, იმიტომ რომ თქვენ კომენტარებს რო ვკითხულობ, ისეთ სიტყვა ზოგჯერ დავიჭერ, მეთქი, რა მაგარია, გამახსენდა, არ გამომიყენებია, მადლობა თქვენს უყოლას, ვინც წერთ კომენტარებს, ესე გრძელებს, მე ისე სიამოვნებს, იცით რამდენი სიტყვას ვიღებ, ვერ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, მე თქვენ იმისთვის, რომ გითხრათ რამე, ხო, რაც ვიცი, რაც გამოცდილება მაქვს, ხო? და თქვენ მაძლევთ საშუალებას, რომ მე თქვენი ენით უფრო ლამაზად ეს აგიხსნათ, იმიტომ რომ თქვენ რო წერთ კომენტარებს, იცით რა, აი მართლა ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. და აი ზოგჯერ ისეთი ლამაზად წერენ, რომ მეთქი ის დავიმახსოვრო, ეს ლამაზად, როგორ ლამაზად ნათქვამია და მე ვიყენებ ისევ იმისთვის, რომ თქვენ მე ეს ინფორმაცია, რომელიც მოდის, ჩემთან უფრო ლამაზად გადმოგცეთ. ძალიან მიყვარხართ, ამიტომ ვჭირდებით ერთმანეთს და მიხარია, რომ ჩვენ ერთმანეთის სივრცეში ვართ.